ამაზე მინდა ვილაპარაკო ცოტა რა. რამდენიმე დღის წინ YouTube-ზე დავდე ეს ვიდეო, სადაც კამერონ სმოდერმენს გული მისდის აწონვებზე წონის ჩაბარების დროს და იმ ვიდეოში ვამბობდი, რომ მებრძოლების გადასახადი ხელფასით მინიმალურია და უფრო მეც იმსახურებენ ისინი. ხო და აგერ ვიღაცამ დამიწერა, რომ კაი იყოს, ვისაც უნდა მემცემოს და 70 მილიონი კი არა 7 მილიონზეც თანახმავარო. ხო და რა ის 70 მილიონი ძმა, მაგის ნახევართანაც ვერავინ ვერ მიდის UFC-ში ერთი ბრძოლით. თუნდაც აი ეს 7 მილიონი, რაც თქვი, ერთეულები იღებენ მასეთ თანხას, ისიც main fight-ებში. კამერონ სმოდერმენისნაირი მებრძოლები, რომლებიც მეოთხე ჯგუფს ჩხუბობენ UFC-ში და პრელიმის მებრძოლები არიან, 70 მილიონს რო იღებდნენ ერთ ბრძოლაში, რაღა უჭირთ. მართლა ეგრე რო იყოს, აგერ ქუჩაში რო გახვიდოდი, ყოველი მეორე ადამიანი პროფესიონალი MMA მებრძოლი იქნებოდა. როგორც თქვი, კამერონ სმოდერმენი მეოთხე ბრძოლას ჩხუბობდა UFC-ში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით კონტრაქტი გაუგრძელეს. ძირითადად UFC-ში რო შედიხარ თავიდან სამ ბრძოლიანი კონტრაქტი არის ხოლმე და იქიდან გამომდინარე მე თუ მოიგებ იმ ბრძოლებს, აი თქვა ორს მოიგებ და ერთს წააგებ, ან სამივეს თუ მოიგებ, ძირითადად უგრძელებენ ხოლმე კონტრაქტს. სმოდერმენის შემთხვევაში ორი წააგო და ერთი მოიგო, მაგრამ მაინც გაუგრძელეს კონტრაქტი ალბათ, იმიტომ რომ საკმაოდ სანახაობრივი მებრძოლია. ხო და UFC მებრძოლები თავიანთ პირველ ამ სამ ბრძოლაში იღებენ 14-14-ზე, 14000 show-up money, რაც ნიშნავს, რომ აი ოქტაგონზე შესვლის და ოქტაგონის ჩაკეტვის მერე იღებენ მებრძოლები ამ ფულს და პლუს 14 გამარჯვების შემთხვევაში თუ წააგეს, მხოლოდ 14000 რჩება. ეს 14000 ზუსტად არ ვიცი, ხა ამაზე არ გამომეკიდოთ, პლუს მინუს 2-3000-ია. რა თქმა უნდა, ყველა მებრძოლის შემთხვევაში ესე არაა, ზოგს ერთ ბრძოლიანი კონტრაქტი აქვს, ზოგს თავიდანვე ხუთიანი აქვს, ზოგს თავიდანვე დიდ თანხას აძლევენ, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად პოპულარულია და რამდენი ადამიანი ადევნებს მის საერთო ცხოვრებას თვალს. თუმცა მე ვლაპარაკობ უბრალო მებრძოლზე, რომელსაც დიდი following-ი არ ყავს და უბრალოდ შედის UFC-ში როგორც ხალხისთვის უცნობი მებრძოლი. ხო და ამ სამი ბრძოლის მერე UFC-მ თუ გაუგრძელა კონტრაქტი მებრძოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეც გადაუხდიან მას და რაც უფრო მეტბრძოლიანი არის მებრძოლის კონტრაქტი, მით უფრო დიდ თანხას შოულობს თითოეულ ჯგუფში იგი. ხო და ამ კამერონ სმოდერმენის შემთხვევაში წარმოიდგინეთ 14-15000-ს იღებდა პირველ ჯგუფში აქ მოგებული მარტო, ანუ სადღაც 30000 აქვს იქ აღებული, მაგის მერე ორი წაგება აქ იმ ორ ჯგუფში საერთო ჯამში აქვს 30000 და ეხლა წარმოიდგინეთ მთლიანი კემპი გაიარა ბრძოლისთვის ემზადებოდა, რამხელა რესურსი დახარჯა, თუნდაც ფსიქოლოგიური ან ფიზიკური, თან იმხელა მომზადების გავლა უნდა და წარმოიდგინეთ ამდენი რაღაცის მერე ძლივს მივიდა წონის ჩაბარებამდე, ჩააბარა კიდევაც წონა და სახით დაეცა ძირს.